გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის სტუმარი ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა IK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტი ეკატერინე ეგუტია იქნება. მთავარი თემა კი დიდი ბრიტანეთის მიერ ორი პროსახელისუფლებო ტელევიზიის პოსტივის და იმედის დასანქცირება და უკანასკნელის ანონსი, რომ რამდენიმე თვეში იმედის ახალი მფლობელები საკუთარ ბანკს შექმნიან ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით. არის თუ არა შესაძლებელი კომპანიები ბრიტანულ სანქციებს საკუთარი ბანკის შექმნით გაექცნენ, რა რისკები შეექმნება ქართულ საფინანსო სისტემას თუ ეროვნული ბანკი იმედის ბანკზე საბანკო ლიცენზიას გასცემს და აღმოჩნდებიან თუ არა იმედის ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში ქართული ბანკები და ასევე კომპანიები მეორადი სანქციების რისკის ქვეშ. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ რამდენიმე წუთში ეკატერინე ეგუტიასგან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც რესპონდენტად შევარჩიეთ, მისი გამოცდილებაა, მათ შორის საფინანსო სექტორში, ვგულისხმობ იმას, რომ 2015-19 წლებში ეკატერინე ეგუტია TBC ბანკში მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა. თუ იმედის ბანკის დაფუძნებაზე სრულყოფილი წერილობითი განაცხადი შემოვა, განაცხადს განვიხილავთ, ასე გვიპასუხეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, როცა ჩვენ ვკითხეთ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც ტელეიმედში აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, აპირებენ შექმნას საკუთარი ბანკი და გასცემს თუ არა სები საბანკო ლიცენზიას ასეთ ბანკზე. შეგვიძლია მოვისმინოთ სების წერილობითი პასუხი. ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სები განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს. იმედის განცხადების თანახმად საკუთარ ბანკს უმოკლეს ვადაში სულ რამდენიმე თვეში შექმნიან, ასე ეწერა მათ განცხადებაში, ამიტომ საბანკო ლიცენზიაზე განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება წესით უნდა დაწყებული ჰქონდეთ. რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მარეგულირებელი ძალიან ბევრ დოკუმენტაციას ითხოვს, ძირითადი სალიცენზიო მოთხოვნებია საზიდამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ბანკის შექმნის მსურველი ვალდებულია წარადგინოს ბიზნეს გეგმა, რაც უნდა მოიცავდეს ბიზნეს სტრატეგიას, მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა გარემო უნდა იყოს გამჭვირვალე. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. მოკლედ, წარსადგენი დოკუმენტების სია ძალიან ვრცელია და ხშირად ერთ წელზე მეტი ხანიც გრძელდება. ფინანსისტების შეფასებით განსაკუთრებით საბანკო სექტორში გამოცდილების მქონეების წარმოუდგენელია ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცეს იმედის ბანკზე და რომ გასცეს, მიაჩნიათ, რომ სანქცირებული მედია ჰოლდინგის ბანკი ვერ იქნება კლასიკური ბანკი, რომელიც საბანკო ოპერაციებს სრულყოფილად შეასრულებს. იმედის ბანკი იქნება ჩაკეტილი სივრცე, დღევანდელი VTB ბანკი როგორც არის, ანუ იქ თანამშრომლები მუშაობენ, ხელფასს იღებენ, რაღაცა ხდება, მაგრამ ვერავითარ საერთაშორისო ოპერაციას ვერ ასრულებენ. ნახდი ფულით უფარავს ხალხი მასვალს და ასე შემდეგ ის იქნება თავშესაფარი, ბატონი ოთარ რომანო-ფარცხალაძის და სხვა დასანქცირებული პირების, რომლებიც შეიძლება მომრავლდნენ, ასე აღწერა ყოფილმა ბანკირმა ნიკა შურღაიამ იმედის ბანკის მომავალი თუ ის შეიქმნა. მოკლედ, რამდენად რთულია თუ შეუძლებელი გაექცეს კომპანია ბრიტანულ სანქციებს საკუთარი ბანკის შექმნით. იურისტი ეკატერინე ეგუტია უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშვიდობის ეკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მიხარია რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩემი სტუმარი. თქვენ იყავით TBC-ის მთავარი იურისტი რამდენიმე წელი, თან იმ პერიოდში, როცა TBC ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა 2016-ში. კარგად იცნობთ საბანკოს სამართალს, მათ შორის ბრიტანულს, ამიტომ ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ, თქვენი განმარტება ბრიტანული სანქციების და ყველაზე მთავარი კითხვა, რაც არის, თუა შესაძლებელი კომპანიები ამ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედი ბრიტანულ სანქციებს, ასე ვთქვათ, დაემალოს საკუთარი ბანკის შექმნით. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბრიტანული სანქციები ძალიან სერიოზული სანქციებია, ეს არა მარტო ბრიტანულ ფუნდში ტრანზაქციების აკრძალვას ნიშნავს, არამედ ყველა სხვა ისეთ გარიგების დადებას ამ სანქცირებულ პირთან, რომელიც ითვალისწინებს სანქციებიდან თავის არიდებას, მათ შორის მათ აქტივებზე თუ რაიმე არის ან ბრიტანეთში, ან ბრიტანეთის
შემადგენლობაში შემავალ კუნძულებზე თქვენ იცით რომ არის უამრავი კუნძულები ეგრეთ წოდებული ოფშორები, სადაც ამ კომპანიას ან მის ფლობელებს ან დაკავშირებულ პირებს აქვთ რაიმე აქტივები, ყველა შეეხება ეს. ანუ ტრანზაქციები ეკრძალებათ ყოველგვარი ფუნტი სტერლინგში, ხო, ამ შემთხვევაში, მაგრამ პრაქტიკაში ყველა ბანკი აღასრულებს ამ სანქციებს ფართოდ. არა მარტო ვიწრო მასშტაბით და ფუნტ სტერლინგს არ ეხება, არამედ ყველა სხვა საერთაშორისო ვალუტაში გადარიცხვას. ეს იქნება ძირითადად ევრო და დოლარში გადარიცხვები წარმოუდგენელი იქნება ამ სანქცირებული პირისთვის. ხოლო რაც შეეხება ბანკის დაფუძნებას, სხვათა შორის მე მეგონა, რომ რაღაც ეს იყო სიცრუე იყო ან ტროლი იყო ან ვინც ეს გააჟღერა, რომ ბანკს ვაფუძნებთ ამიერიდან. სანქცირებული პირი აფუძნებს ბანკს, ან არ ვიცი, ჯერ გააჩნია ვინ დააფუძნებს ამ ბანკს, ხო? ეროვნული ბანკის განმარტებაში წერია, რომ განვიხილავთ. კი. ანუ განვიხილავთ წერია, ყველა მეც რომ მივმართო რაღაცა განაცხადის, უნდა განიხილოს ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად დააკმაყოფილებს. იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც თქვენ შესავალში თქვით რა მოთხოვნები აქვს ლიცენზირების გამცხადებელს, იქ არის მფლობელებზე და ბენეფიციარ მფლობელებზე განსაკუთრებით სრული ინფორმაცია. ანუ ეს პირები არ უნდა იყვნენ სანქცირებული ან რაიმე კუთხით დაკავშირებული, ესე იგი ამ მთავრობების სანქციების სიასთან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სტრუქტურები. ასეთ პირზე არ ამგონია ეროვნულმა ბანკმა გასცეს სანქცია. დავუშვათ მოძებნეს შედარებით სუფთა, მაგრამ როგორც ფინანსისტმა ნიკო შურღაიამ თქვა წინა წერტილში, ვერცხლის მოყვარული ადამიანები და რომლებიც წავიდნენ ამ რისკზე. ხო, ანუ ის პირი უნდა იყოს, ვინც არ არის დასანქცირებული ან დაკავშირებული, ანუ იმედის ჰოლდინგი და ასე შემდეგ ვერ იქნება დამფუძნებელი, იმიტომ რომ სანქცირებული პირია და ამ სიაში რადგან არის სხვა, ესე იგი მით უმეტეს საფინანსო კომპანია დაწესებულებას ვერ დააფუძნებს, ან მიიღებს მხოლოდ რაღაცა ვიწრო გადარიცხვების შესაძლებლობას ლარში. ისიც აი ხო არის რუსეთში არის ყველა ბანკი სანქცირებული, SWIFT-ი არა აქვთ, ხო გათიშული აქვთ SWIFT-ი და დოლარში ვერანაირ ტრანზაქციას, საერთაშორისო ტრანზაქციას ვერ ახორციელებენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით აქვთ რაღაცა თავისი SWIFT-ი, ასე ვთქვათ, რუბლებში გადარიცხვა, იქ ქეშით მიდის მოძრაობა თანხების და შიდა გადარიცხვის სისტემაც არსებობს. აქაც შესაძლებელია, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველა დავსანქცირდებით და ყველა სხვა ბანკებსაც სხვა გამოსავალი არ აქვს, რომ შიგნით რაღაცა ლარში კონვერტაციები მოხდეს ურთიერთ გარიგებების საფუძველზე, რაც არ არის ნორმალური პერსპექტივა არც ერთი ბანკისთვის საქართველოში, მათ შორის ლონდონის ბირჟაზე დალისტული ბანკებისთვის უმთავრესი, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რისკი არის უმაღლესი დონის და საერთოდ არც გაუხსნიან ანგარიშებს, ასეთ იმედის განცხადებაც ფაქტობრივად ბანკებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ იმედის განცხადებიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არც ერთმა კომერციულმა ბანკმა, მათ შორის არც ლიბერთი, არც ქართუმ, როგორც ჩანს, არ ისურვეს, ცოტა სხვანაირად ეწერა იმედის განცხადებაში, ჩვენ არ ვუქმნით მათ რისკსო, მაგრამ როგორც ჩანს, არ ისურვეს ანუ არა თუ TBC და საქართველოს ბანკი არ ისურვეს კი არა, იქ არის კონკრეტული რეგულაციები, რომელსაც უნდა დაემორჩილო და ერთ სანქცირებულ კომპანიასთან გარიგებით, ანუ მასთან ტრანზაქციების განხორციელებით დიდი რისკის ქვეშ დგება ამ ბანკის საერთოდ რეპუტაციას და მათ შორის საერთაშორისო დონეზე გადარიცხვების უფლებამოსილება, რაღაცა ორი შუამავალი ბანკი ყავს დოლარში და ევროში, Deutsche Bank-ი და Citibank გადარიცხვებს, სადაც ვაწარმოებ და იმ ერთ-ერთმა რო ჩახსნას უკვე გადარიცხვა და ეს აიგზავნოს ბანკს, მათ შორის ქართულს, ლიბერთის და სხვა მცირე ზომის ბანკებსაც ეს არანაირად, ანუ რისკი იმხელად დიდია, იმ დონის არის ამ ერთ კლიენტზე მომსახურების, რომ არც ერთ ბანკს, თუნდაც მცირე ზომისას, არ უღირს სრული დასანქცირება. მაშინ რას ნიშნავს იმედის განცხადება? თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან რომ ვნახე ხუმრობად ცრუ ინფორმაცია მეგონაო. რატომ გეგონათ? ვერ წარმოიდგინეთ, რომ ასე შეუძლებელია ბრიტანულ სანქციებს მართლა დაემალოს საკუთარი ბანკის შექმნით, თუ მეორე მხარეა, რომ რადგან შეუძლებელია ამ ბანკის ბარათის მფლობელებმა TBC-სთან, საქართველოს ბანკთან, ლიბერთისთან, ნებისმიერ ბანკთან ითანამშრომლონ და შესაბამისად გაუგებარია თავიდან მეგონა ეს რაღაცა არა ზუსტი ინფორმაციას ხუმრობა მეგონა
ესე იგი არასერიოზული ეხა სანქცირებული პირი მიდის და მოდი მე თვითონ დავაფუძნებ ბანკს. დაახლოებით ამას აკეთებს და რა, ანუ თვითონ რო დააფუძნებს, ის მოექცევა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში თუ ვინ გაუხსნის, ანუ მათ შორის SWIFT-ს და ასე შემდეგ. სავარაუდოდ თუ ამას მართლა აპირებენ და ეს არ არის ხუმრობა, შეიძლება ხუმრობაა მართლა და ისე გაჟღერდა ეს ამბავი. უახლეს რამდენიმე თვეში შევქმნით. სავალალო რაღაც ხუმრობა მგონია, მაგრამ თუ განაცხადებენ ბანკის ლიცენზია, ალბათ ეს იმედი აქვთ, რომ ლარის რაღაც ტრანზაქცია, ან თავისი ბარათებს დაამზადებენ თავიანთი თანამშრომლებისთვის და ლარში გასცემენ, ანუ ლარში არ ეზღუდებათ რაღაცა კონვერტაცია. ხელფასებს დაურიცხავენ. ხელფასებს დაურიცხავენ, მაგრამ მათ შორის სხვა ბანკშიც ვერ აწარმოებენ გადარიცხვებს და გარიგებებს. აი ლარში მაგალითად იმედი ბანკის ბარათის მფლობელი ვარ. შემიძლია ხელფასი მინდა გადაურიცხო ან ვიღაცას ვასესხოფული ან ზავნელი მივიღო. შეიძლება. ანუ ლარში თეორიულად არ ეკძალებათ არაფერი. მაგრამ იმ სხვა ბანკს აქვს ეგრეთ წოდებული რისკის აპეტიტი, რომელიც არც ლარში იღებს შენგან გარიგებას და ტრანზაქციას, არც IN-ში. იმიტომ რომ არ აწყობს შენთან ურთიერთობა იმ დონეზე, რადგან სანქცირებულ სიაში ხარ. ანუ წითელია ენტო ბანკს, შენთან არ უნდა არანაირი ტრანზაქცია. თეორიულად ლარში გარიგებები არ არის აკრძალული ამ სანქცირებით, არც რუბლში. ხო შეუძლია რაღაც რუსეთის იმას მიუერთდეს. არც ერთი ნორმალური ბანკი არ წავა, იმიტომ რომ იმხელა არის რისკი. არ წავლენ ამ რისკზე. ეხლაც თქვენ ხედავთ, რომ ანგარიშები დაეხურათ მათ ყველას. ასეთ სანქცირებულ პირს კი არა, ანუ აი ნაცრისფერ ზონას ეძახიან, აი ესეთ პირებსაც კი უხურავენ ანგარიშს, ანუ არასაიმედო კლიენტია. ან არ არის სანქცირებული, მაგრამ სადაცაა დაასანქცირებენ, ან რაღაც მისი აქტივობები არ მოწონთ. ესეთ პირებსაც კი ეხურებათ ანგარიში, არა თუ ბრიტანეთის სანქცირების ქვეშ მოხვედრილ. გასაგებია რომ და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ქართული ბანკები არ წავლენ ამ რისკზე, მაგრამ წავა თუ არა, ან მოუწევს თუ არა რისკზე წასვლა ეროვნულ ბანკს, გულისხმობ გასაგებია მან კანონის ენით გვიპასუხა ჩვენ რომ განვიხილავთ განაცხადს და შევხედავთ, მაგრამ საერთოდ უნდა განიხილოს თუ არა ასეთი ჰოლდინგის მფლობელების ან მათი მხარდამჭერების განცხადება, როგორი ასე ვთქვათ, გაწიკწიკებული არ უნდა იყოს ეს დოკუმენტაცია, როცა ძალიან ღია და საჯაროდ ცნობილია, რომ ეს ბანკი იქმნება იმისთვის, რომ სანქციებს ავარიდოთ თავი ბრიტანულს. წესით უნდა განიხილოს და უარყოს ესეთი განცხადება. თან ამასთან რო გვესაუბრება კანონის ენით, მაშინ წესიერად ისწავლოს კანონის ენა და ისე უპასუხოს, ხო ხალხს კონსტიტუცია ყველაზე მაღალია, მართალია, კონსტიტუცია ყველაზე ზემდგომი საკანონმდებლო აქტი. კი არ წერია, რომ სანქცირებულ პირებს დაეხმარე და აუარე გვერდის სანქციებს. პირიქით წერია, რომ კანონი კომერციული ბანკების შესახებ არეგულირებს ამას და კანონის მიხედვით ბანკებს უარის თქმის უფლება აქვს. საერთოდ ახსნის გარეშე შეუძლიათ დაგეხურონ ანგარიში, იმიტომ რომ აი ეს საერთაშორისო სისტემაში არიან ჩართული და ის არის მათთვის ასე ვთქვათ გაიდლაინი, როგორ იმოქმედოთ კლიენტებთან დაკავშირებით. უნდა იცოდე, ვინ არის შენი კლიენტი, KYC ქვია ამას, ხო? შენი კლიენტი, როდესაც არის სანქცირებულ პირი ამასთან დაკავშირებული, მასთან არ გინდა ტრანზაქცია ან გარიგების განხორციელება. მათ შორის ეროვნულ ბანკს აქვს კორპორატიული მართვის მოთხოვნები და სტრუქტურა და ხო არის ჩამოწერილი გამცხადებას რა უნდა ქონდეს და ბენეფიციარი მფლობელი იცოდეს ვინ არის. ანუ ის უნდა იყოს სუფთა გამჭირვალე და მათ შორის წარმომავლობა უნდა იცოდეს იმ 50 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა და მისი ტრანზაქციები ვინ არის მფლობელი. ეს უნდა გამოიკვლიოს მაღალ დონეზე გამცხადება. ეს არის რეგულატორი, ხო? რეგულატორი ამას არ უნდა უშვებდეს თუ სანქცირებულ პირთან გვაქვს საქმე, ან მასთან დაკავშირებულ პირთან, ვინ სანქციების არიდებას ხელს უწყობს, აი ესეთი პირი თუ აფუძნებს. მათ შორის ადრე იყო შემთხვევები, რომ ბევრს უარი ეთქვათ ლიცენზიის გაცემაზე, მაგალითად ჩინურ ბანკს და იმიტომ რომ უბრალოდ არ არის გამჭირვალე. დავუშვათ, ხედავთ რა ქვეყანაშიც ვართ, გვახსოვს ასევე ეგრეთ წოდებული საგამონაკლისო ბრძანება ნათია თურნავასი, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა, მას მოუწია გამოცემა. ახლაც იხელმძღვანელა ძალიან ვიწროდ კანონით
და მისცა ლიცენზია იმედის ბანკს. თუ ასე მოხდა, რა რისკების წინაშე დააყენებს მარეგულირებელი მთლიანად ქართულ საფინანსო სისტემას და ასევე რამდენად არსებობს რისკი ეროვნული ბანკის სანქციების? დიახ, ამის რისკი არსებობს. მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ესეთ რამეს არის ზამს, იმიტომ რომ ეს არ არის, ანუ ფინანსური სისტემა არ არის ლოკალური რაღაცა გარიგებების სისტემა, ეს არ არის ჯიხური. ეს არის საერთაშორისო ტრანზაქციების ჩართული ფინანსური ინსტიტუტების ესე იგი ოპერირება ტრანზაქციებზე დაფუძნებული, მათ შორის საერთაშორისო ვალუტაში. ეს არის უნიშნულოვანესი. თუ ეროვნული ბანკი გასცემს ლიცენზიას, პრაქტიკაში ის იქნება, რომ მარტო ეროვნულ ვალუტაში, ლარში შემოიფარგლება ამ ბანკის რაღაც ჯიხურული მდგომარეობა ექნება, ხო? თუმცა თუ სანქცირებულ პირზე გაცემს ლიცენზიას, არის მაგისი რისკიც, რა თქმა უნდა, ახლა ბელარუსის ყველა სტრუქტურა არის დასანქცირებული. მარტო ვიღაცა კერძო პირები კი არა, კი, სახელმწიფოს სანქცირებული, ანუ სახელმწიფოს დასანქცირების რისკი არის, თუ ესე თვითნებობაში გადავა, ესე ტყობა ფარცხალაძის ერთი ბრძანება გაუტარეს, მათ შორის ეს იყო ერთჯერადი რაღაცა და დახურა იმ ანგარიშები და გადაუფორმა და დაამთავრა საქართველოში ტრანზაქციები, ერთჯერადი ის იყო, ხო? და ეს გაუტარეს, მაგრამ ესე სანქცირებულ პირს მისცე უფლება ფინანსური ინსტიტუციის სტატუსი მიეცეს და აწარმოოს საბანკო გადარიცხვები, რომელსაც ვერ აწარმოებს, რუბლში და ლარში კი ბატონო, ალბათ რაღაცა შიგნით სისტემაში შევა. წარმოუდგენელია და უდიდესი რისკია ქვეყნისთვის, მათ შორის უდიდესი ზიანის ქართული ბანკებისთვის, მიუხედავად იმისა, ითანამშრომლებენ თუ არა იმედის ბანკთან. მიუხედავად იმისა, ისინი არიან საქართველოში ოპერირებადი ბანკები. მათთვის ეს არის რისკი, იმიტომ რომ ინვესტორს უყურებს, რომელი ქვეყნიდან არის ხო კონკრეტული ბანკი, სტაბილურობას, იქ არის ფიჩის და 1000 რეიტინგი და უცებ სანქცირებული რეგულატორი რო ყავს ან რომელიმე ორგანო, ეს არის სავალალო რა თქმა უნდა და არც ერთ ბანკს ეს არ სურს. არც მთავრობას არ უნდა სურდეს ეს, რომ დასანქცირდეს მთელი მთავრობა, იმიტომ რომ იქნება კატასტროფა ფინანსურად. ყველაზე ცუდი ვარიანტი რომ წარმოვიდგინოთ და ალბათ ხშირად სამხოლმე ასე კითხებს, მათ შორის იმედი ჰოლდინგის და სანქცირებული პოზიტივის თანამშრომლებსაც აინტერესებს, რადგან მათ დაპირდნენ უფრო იმედს ამ შემთხვევაში, რომ შეიქმნება საკუთარი ბანკი და ეს პრობლემა არ იქნება და ასე შემდეგ. შეიქმნა იმედის ბანკი, დამზადდა იმედის ბარათები, დამერიცხა ამ ბარათზე ხელფასი. რა შემიძლია, რა ოპერაციების გაკეთება შემიძლია ამ ბარათით? კაი, ქართული ბანკები შიგნით არ ითანამშრომლებენ. საერთაშორისო მით უმეტეს ვერ. Visa Mastercard-ი არ ითანამშრომლებს არც ერთი, ექნება თავისი ბარათი, იქნება ეს, აი რუსეთში არის ესეთი რუბლი რაღაცა, გაურკვეველი სახელით, იმედი ბარათი ვთქვათ. და იმ ბარათს უნდა თავისივე ბანკომატი. ის შეიძლება ვერ გამოიტანოს მაგალითად TBC-ის ბანკომატიდან ის, იმიტომ რომ ის ვერ ცნობს იმ რაღაც გაურკვეվել ბარათს, ხო? ესე იგი, ქეშიც თვითონ უნდა კონდეს ამ ჯიხურ ბანკს. თავისივე ბარათები აქვს, თავისივე ქსელი უნდა კონდეს ბანკომატების და იქიდან ნაღდი ფულის ოპერაციები გააკეთონ ამ ხალხმა გამოიტანა. ანგარიშწორება რომ მინდა მაგალითად. აი, უნაღდოზე ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ვისთან ექნება მოლში ვარ, კინოში ვარ, სადმე. მოლშიც ის ტერმინალიც არის მიერთებული საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან. იმედი ბარათს ის აღიარებს თუ არა, ის უკვე გადახდის სისტემების განმახორციელებელი, ესეც მეორე საკითხია, ალბათ არა. ანუ ვინ პარტნიორები ეყოლება იმედი ბანკს, იმაზეა, ანუ რუსეთში შეიძლება გაატარო, ანუ იქ დაუკავშირდეს საგადამხდელო სისტემებს ვიღაცა რუსულს, იმასთან ააწყოს რაღაცა სისტემა გადახდის, რომ უნაღდო ანგარიშწორება შესაძლებელი იყოს, მათ შორის რუბლში. მაგალითად მოსკოვში წავედი, იქ გავატარე, რუბლში შეიძლება გამიტარონ. ერთი პრაქტიკული მაგალითიც, მაგალითად ვარ იმედის თანამშრომელი, მაქვს TBC-ის, Liberty ბანკის ბარათიც, მაქვს ასევე ანგარიში იმედი ბანკის. ასე შიდა ლარში მაინც შეიძლება რაღაც ტრანზაქციები გავაკეთო. თუ აქაც ისე ბანკის აპეტიციაა. ისე ბანკის რისკის აპეტიციაა, ალბათ იმედი ბანკიდან გამოიტანს ის ქეშ, დააკონვერტირებს, ან ხელზე შემოიტანს TBC ბანკში. ანუ მე ეჭვება, რომ რომელიმე ბანკმა, ინსტიტუციამ, ფინანსურმა დაამყაროს კავშირი ასეთ ჯიხურ ბანკთან. კიდევ ორი კითხვა დამრჩა ამ თემაზე და მე ცოტა საინვესტიციო კლიმატზეც მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება. რადგან
იმედი ჰოლდინგი პოსტივი არიან ტელევიზიები, ბუნებრივია, მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო არის რეკლამა. ირაკლი კობახიძემ ამ სანქციების შემდეგ მოუწოდა როგორც სახელმწიფო კომპანიებს, ისე კერძოსაც, რომ ჩვეულებრივ გააგრძელონ ამ ტელევიზიებთან თანამშრომლობა. რამდენად არსებობს კომპანიებისთვის, რომლებიც იქ მიიტანენ რეკლამას, ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციების რისკი, ან უფრო რეპუტაციული? ხო, უფრო რეპუტაციული, იცით რა, მეორად სანქციებს კი, ეს სანქცირება თავისი არსით ითვალისწინებს, რომ სანქცირებულ პირთან არ დაამყარო ბიზნეს ურთიერთობები, არ კონდეს შენ ისეთი გარიგებები, რომელიც მას ხელს შეუწყობს სანქციებიდან თავის არიდებას. აი ესეთი რაღაცა, რომ მაქსიმალურად ერიდეთ სანქცირებულ პირთან ტრანზაქციებს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, ვინ გააფორმებს კონტრაქტს, ხო, ასეთ სანქცირებულ პირთან, ვისაც თქვათ, არ აქვს საერთაშორისო ამბიცია, ან არ გადის ქვეყნის გარეთ, საერთოდ არ აქვს, ანუ ბიზნეს ამბიციები, მათ შორის ან სავაჭრო ამბიციები ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ლოკალურად რაღაცა ლარში აკეთებს ტრანზაქციებს და აქვე ყიდის და აქვე იღებს ლარში შემოსავალს, შეიძლება, აი, თეორიულად არის შესაძლებელი, რომ ვიღაცა კომპანიები, რომლებიც არასდროს არ აპირებენ საზოგადოებრივ არ დაეძებენ, რომც დასანქცირდეს საერთოდ ფუნტის სტერლინგში და დოლარში არც აქვს ტრანზაქცია, ვიღაცა თონე ან სახაჭაპური ან რაღაც ხო არ მაინტერესებს მე ლონდონში გავდივარ თუ არა თუმცა ლონდონში გავიდა ეგერ ბულანჟერია ანტრე გადასარევად ის ვერ დაამყარებს კონტაქტს წესით ესეთ ბანკთან იმიტომ რომ იმას აქვს უკვე რისკები საერთაშორისო დონეზე არის ეს კომპანია გასული მაგრამ ისეთი კომპანიები, ნუ ზოგიერთი სამშენებლო კომპანია. თუმცა აი ამ კომპანიებსაც ალბათ იმედი ბანკის ბარათი უნდა გქონდათ, როგორც იურიდიულ პირებს, იმიტომ რომ სხვა ბანკების ეს ანგარიშწორება ხომ მოხდეს რეკლამა მივიტანე, უნდა გადავიხადო. კი, ან შეიტანონ იმედი ბანკში ფული მაგალითად, ქეშით. კი ბატონო, ანუ არ გადავრიცხე, იმიტომ რომ არც ერთი ბანკი არ გადამარიცხინებს მე თქვენთან ფულს. მაგრამ მე გამოვიტან ჩემი ბანკიდან და შემოვიტან ქეში. ნუ არსებობს მრავალნაირი მეთოდი. ან გავხსნიან, კი ბატონო, ლარში გავხსნი ანგარიში თქვენთან და იგივე რაღაც სისტემაში ჩავერთვები მეც ამ სანქციებს. და ერთი კითხვა სახელმწიფო კომპანიებიც რადგან ახსენა და ჩვენი მედია ბაზარი ესე მუშაობს, რომ ხშირად სახელმწიფო კომპანიებს, სამინისტროებსაც აქვთ გამოწერილი ტელევიზიის მომსახურება, იხდიან პროდუქტის ანაცვლოდ გარკვეულ თანხას. მათაც შეიძლება ეს ქეშად მიიტანონ, იმიტომ რომ ხშირად სამ კითხვებს ჩვენ სანქცირებულ პირებს. კი, როგორც წესი, მან სანქცირების თავიდან დაცილება ხდება სხვა პირებთან გარიგებებით. სხვა დაკავშირებულ პირებთან. ნუ შეიძლება რუსთავი 2 იყოს ამ დროს იმას გადაურიცხოს იმის რეკლამის ფული და იმ. აი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ვიღაცა შეპესე ვიღაცა არსებობს, სარეკლამო კომპანია მეწოდება. დავაფუძნე ერთმა პირმა და მე ვიღებ ამ იმას შუამავლობის როლს. ანუ არსებობს ეს მეთოდები სანქცირების თავიდან დაცილების. თუ ეს მეთოდი მუშაობს, ეს საკმაოდ მარტივი იქნება, იმიტომ რომ საქართველოში ესე არიან გაყიდვების სახლები, რომლებიც შეიძლება ყიდნენ სანქცირებული ტელევიზიებში დროს და თუ უბრალოდ გაყიდვების სახლში ვრიცხავ თანხას, ესე იგი არ ჩამეთვლება. კი ბატონო, ან მათი წარმომადგენელი ძალიან ბევრმა ირანელმაც და რუსებმა თავი არიდეს სანქციებს სხვადასხვა გარიგებებით. ჩვენ მოგვეხსენება, ანუ იმის უკან დგას ქართველი, ჩვეულებრივ იმას აქვს ანგარიში. და ის უტარებს რაღაცა სანქციებს და ვითომ ვარ მე ამ დროს არის რუსი ვიღაცა. თუმცა რადგან ტელევიზია ისეთი არის, ყველაფერი ჩანს ტელევიზორში. კი ბატონო, მაინც არის ყო ესეთი ქმედებები. რაღაცა პროდუქტს იქო გამოჩნდება, რომ არსებობს მეორე ახალი სანქციების სია გამოვა ბრიტანეთიდან და იტყვის, რომ შენ თავს არიდებ სანქციებს. AES და ეს კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ესე ქეშით მოძრაობას და ვითომ იმისთვის ახორციელებს ამ ტრანზაქციებს და სანქცირდეს ისიც. რა თქმა უნდა, ესეც რისკია, ვის აქვს ამ რისკის აპეტიტი. ირაკლი რუხაძე ხსნიდა 1 წლის ძალიან საშიშია მართლაც რომ და როგორც ჩანს ყველაზე დამაზიანებელია. ჩვენთვის ან ჩვენთან მოღვაწე ბიზნესებისთვის რატომღაც, იმიტომ რომ ბევრს აქვს ამ იურისდიქციაში აქტივები. მადლობა საინტერესო განმარტებებისთვის და პასუხებისთვის. ძალიან ცოტა დრო გრჩება და საინვესტიციო კლიმატის შეფასება მინდა გთხოვოთ ძალიან მოკლედ ვიცი თქვენ პრაქტიკას ეწევით ამერიკაშიც, საქართველოშიც პერიოდულად
და ერთი წლის წინ როცა საუბრობდით, მახსოვს აღარ იხდებიან აქეთ კითხვებსაც აღარ სვამენ პოტენციური დასავლელი ინვესტორებიო, ისეთი რაღაც ხდება საქართველოში. ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა არაერთი დემოკრატიული, არადემოკრატიული კანონის მიღებით. დღეს როგორ გამოიყურება? თვით რა ყოველწლიურად გვანცვიფრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და ყოველწლიურად და ყოველ კვარტალურად მძიმდება მდგომარეობა. ხან უცებ ახალ კანონს მიიღებენ, რომ 3 წლით პატიმრობა გემუქრება, ვინც არ აღიარებს ამ ხელისუფლებას, რაღაცა აიათოლას კანონებში ვართ სადღაც გადასული. ხან მიიღებენ ესეთ იმას კანონს, რომ აი შენ თუ ესე იგი აგენტი ხარ, თუ უცხოელებთან მუშაობდი და მით უმეტეს და ეხლა კიდე ახალი კანონი გეგრძალება აზრის გამოთქმა თუ რომ არა, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა საერთოდ. თუ ბოლო რაღაცა წლებია მუშაობდი აგენტი ხარ, თუ უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. ანუ აი ესეთი კანონები ახლა რა თქმა უნდა არ არის მიმზიდველი დასავლელი ინვესტორებისთვის, შეიძლება იყოს მიმზიდველი ვიღაცა ჩინელი ინვესტორებისთვის, არაბებთან გვაქვს საქმე ამ ბოლო ხანს, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის დემოკრატიული კანონები, ანუ დემოკრატიულ სტრუქტურებში, იურისდიქციაში მოღვაწე ინვესტორებისთვის არ არის მიმზიდველი ესეთი კანონმდებლობა. მათ შორის არა გვაქვს სასამართლიანი. სასამართლოში ვერ იცავს ინვესტორი ინტერესი, იმიტომ რომ მიხვალ და განუკითხაობა იმ სასამართლოში და ჯერ წლები იხილება და მერე რა თქმა უნდა არ არის ობიექტური და ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა აფრთხობს ინვესტორს, ცხადია. მათ შორის ის რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი აღარ ვართ და უკვე ქაღალდზე დარჩა და ამითი ჩვენი ინვესტიციების მოზიდვის ის იყო ერთ-ერთი, ხო? რაღაცა კი ბატონო, ჩვენ ვართ მზიდველი, იმიტომ რომ ბაზარზე გვაქვს წვდომა. ამხელა სავაჭრო ჯერჯერობით ძალაშია ის ხელშეკრულება ევროკავშირთან გვაქვს, მათ შორის ჩინეთთან, ანუ მიმზიდველია ფურცელზე ჩვენი ბაზარი ყველასთვის, ხო, დასავლეთისთვის და ამარა ეს კანონები, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ყოველგვარი ინვესტორის გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს, მე არ მინახია დიდი ახალი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში არ გამიგია. არც ევროპული, ახლა ვცდილობ გავიხსენო, ვინმე დიდი შემოვიდა საქართველოში უდიდესი ინვესტიციებით, მართლა არ გამიგია ესეთი შემთხვევა. ძალიან სამწუხაროა ეს ტენდენციები ძალიან. თუმცა, რაც ხდება, ეს ხდება ძალიან დიდი პირიქით ხდება ინვესტორები საქართველოდან მიდიან ამერიკაში. ანუ ბოლო დროს, ანუ ამისი თქმა მინდოდა კლიენტების კუთხით. ანუ ეს მიმართულება გვაქვს, მოკლედ გეტყვით, რომ ანუ საქართველოდან, ანუ პატარა კომპანიებს აფუძნებენ სტარტაპებს ამერიკაში და იქ უნდათ გადმოსვლა. აი სხვა კატეგორიის ემიგრაცია, უკვე ინვესტორის ემიგრანტის სტატუსით. ისე საიმიგრაციო პოლიტიკა რაც გამკაცრდა და მახსოვს ერთი წლის წინ განსაკუთრებით მთელი ერთი თვითმფრინავით რომ გამოუშვეს და ადეპორტეს ქართველები, მას შემდეგ რა სიტუაცია არის? კი ვხედავთ ტრამპის პოლიტიკა როგორი არის, ვინ ითხოვს ძირითადად თავშესაფარს? ძალიან გამკაცრებულია, მექსიკის საზღვარია ჩაკეტილი და სხვა გზებით მაინც მოდიან. სხვა გზები არის ვიზით შემოსული ხალხი, რომელიც იღებს ვიზებს, რჩება ტურისტად და მერე ითხოვს თავშესაფარს ესეთი ხალხი და არის აი ეს ინვესტორის და განსაკუთრებული უნარჩვევების, ასე ვთქვათ, გენიოსის ვიზების მიმართულება. ანუ აი ამ კუთხით იმიგრაცია მიმატა უფრო ვიდრე მექსიკიდან შემოსულთა, რადგანაც ფიზიკურად ჩაკეტილია საზღვარი. თუმცა მაინც ახერხებენ სხვადასხვა გზებით შემოსვლა საშშ-ში. იმ რაოდენობით არა, როგორიც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ კვლავ არის ეს ტენდენცია თავშესაფრის მოთხოვნის, კი ბატონო, ვიზით შემოსული ტურისტების მხრიდან. ანუ განსაკუთრებით ამ ბოლო კანონების შემდეგ სამოქალაქო სექტორში და ასე შემდეგ ბევრი ადამიანი და ეს ისეთი კატეგორიაა ძალიან განათლებული და მათ შორის შეძლებულიც და ანუ აქ რომ ნორმალურად ცხოვრობენ ხელფასით და ასე შემდეგ, რომელსაც არ სურს ამ პირობებში ცხოვრება და ეძებს გზებს წამოვიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ეს არის უფრო განათლებული, წიგნიერი კატეგორია გამცხადებლებისა, ახალი ტენდენცია, რომლებსაც ვიზებსაც აძლევენ შესაბამისად, ხო, საელჩოში და ის მოდის და შემდგომ ითხოვს თავშესაფარს. ცუდია, რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ამ ქვეყნიდან წასვლა. წერტილი რას დაუსვათ ეკა ამ წელს საქართველოში? წერტილი დაუსვათ ამ წელს უკანონობას, უსამართლობას.
ორ მნიშვნელოვან რამეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტი ეკატერინე ეგუტია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.